მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩემი სტუმარია ბატონი რევაზ კარანაძე. რევაზ, მოგესალმებით. გამარჯობა ბატონ ნიკოლოზ, გილოცავთ ახალ წელს და მეც ასევე მრავლს დაეწარეთ, დიდი მადლობა მოლოცისთვის, წარმატებებს გისურვებთ, ვიცით რა, რომ ძალიან დაკავებული და წარმატებული საქმიანობით ხართ დაკავებული და მოხარული ვარ, რომ დღეს ჩემი სტუმარი ბრძანდები და საჭიროებო თემებზე სურდა ყოველთვის თქვენთან საუბარი, მაგრამ ეხლა ცხელ-ცხელი მოვლენებია ყოველ შემთხვევაში ცენტრალურ უბრალოდ დასავლეთ ნახევარსფეროში, ხო და მე როგორც ნიუ-იორკში მყოფი, კერძოდ ბრუკლინში, მაინტერესებს ის რაც ხდება ვენესუელაში და ვენესუელასთან დაკავშირებით. რევაზ, რას ფიქრობთ, რა იყო ეს? ყველა ელოდა იმ არმადა, რაც მიაყენა ტრამპმა ვენესუელას, ან შეჭრას, ან საჰაერო დაბომბვას, მაგრამ გატაცებას ნამდვილად არავინ არ ელოდა. რა შეფასებას მიცემ თვითონ ფაქტს, რამდენად ტექნიკურად ეს განხორციელდა ამას ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფაქტი შედგა. რას ფიქრობთ? პირველ რიგში რთული სათქმელია, იმიტომ ჯერ ძალიან ადრეა. ამაზე ესე პირდაპირ შეფასება, იმიტომ რომ ძალიან ცხელი თემა არის ეს და როგორ გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ არმადით შეჭრა ამერიკას არაფერს არ მოუტანდა, აქ უფრო სიტუაციის გამწვავებისა. და ამასთან ერთად მე ეჭვმეპარება ზოგადად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოიყენო სამხედრო ძალა ვენესუელას წინააღმდეგ, შესაძლებელია კარაკასი აიღონ, მაგრამ იქ მათ დახვდებათ ძალიან დიდი რაოდენობით შეიარაღებული ადგილობრივი მოსახლეობა და ამასთან ერთად არ დაგვაუწყდეს, რომ სამხედროები საბოლოო ჯამში ჩავისტების მხარეს არიან. ჩვენ გვახსოვს, რომ ჰუგო ჩავესს ასე ვთქვათ გადააგდეს თავის დროზე. და შემდეგ სამხედროებმა და ხალხმა დააბრუნა, რადგან ის პოლკოვნიკი და ჰქონდა სამხედრო გამოცდილება. ოპერაცია შეასრულეს, თუ როგორ შეასრულეს ამას ახლა მე შევაფასებ უშუალოდ ტექნიკურად, მაგრამ აშკარა არის, რომ ფართო მასშტაბიანი ომი და ესკალაცია ტრამპმა თავიდან აიღო. რა შედეგს მოგცემს ეს არ ვიცი, იმიტომ რომ ვენესუელის ბოლივარიანული მთავრობა კვლავ ხელისუფლებაშია. და ვიცე-პრეზიდენტი არაფრით არ განსხვავდება პოლიტიკით, ჯერჯერობით ყოველთვის მაინც დელსი როდრიგესი, კალვანეს როდრიგესი პრეზიდენტისგან. ახლა თვითონ უშუალოდ ნებისმიერი ქვეყნის ლიდერის ასე გატაცება ყველანაირი სამხედრო, ყველანაირი საერთაშორისო სამართლის დარღვევა არ თქმა. და ყველანაირი ზღვარს ცილდება, მოგწონს ეს თუ არ მოგწონს. საბოლოო ჯამში შეიძლება იცით ვთქვათ, რომ უბრალოდ ტრამპმა თავისი მრჩევლების გულები მოიგო იმით, რომ აჩვენა, რომ აი, მე ყველა ამბობდა ომის დაწყება მინდა და მე ომის გარეშე დავიჭირო ეს ნარკოტერორისტი, რომლის სიმტკიცებულებაც სამწუხაროდ მათ ჯერ არ წარმოუდგენია. თუმცა ეს რაც გამოიხატება არის ძალიან მძიმე ფაქტი და ეს ძალიან მძიმე შედეგების მომტანი არის. მომტანი შეიძლება იყოს და კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ ამერიკა საბოლოო ჯამში არის უფრო მეტად იმპერიალისტი და შეშფოთებებს გამოიწვევს ლათინ ამერიკაში და ძლიერ ბიძგებს მიცემს ამ ყველაფერს და განსხვავებით წინამორბედი პრეზიდენტებისგან, ბუშისგან, ტუსკოვისგან, პირველ რიგში ტრამპს არც დაჭირებია იმის რაღაცას ვთქვათ შეთხზა მაინც რომ გაეყალბებინა მაინც დოკუმენტები, მაგალითად როგორც კოლინ პაველმა წარადგინა გაეროში ჰუსეინის წინააღმდეგ, რომ თითქოს ჰუსეინის რაღაც ქარხნები ქონდა, სადაც ამზადებდა მასობრივ განადგურების იარაღებს, ესეც არც ის წარადგინა. საერთოდ ყველანაირი საერთაშორისო ორგანოს გვერდი აუარა, ეგ კი არა კონგრესს აუარა გვერდი, როდესაც დარტყმა მიიტანა უზრუნველყოფილი სახელმწიფოს თავზე. ეს რა თქმა უნდა პრობლემური იქნება, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაცია იყენებს ხოლმე კოსოვოს და იუგოსლავიის დაბომბვას როგორც მაგალითს და იგივე თქვა მაგალითად სამწუხაროდ როდესაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და აღიარება მოახდინა 2008 წელს, რომელიც თამაში ამერიკამ დაიწყო, აქედან გამომდინარე ზოგადად ასეთი მიდგომების სიტუაციას არ იხმარება. რაც შეეხება თვითონ ტრამპის განცხადებებს, უშუალოდ ამბობს, რომ პირდაპირ ნავთობი გჭირდება ვენესუელის. და ურთიერთგამორიცხავ განცხადებებს აკეთებს მათი სახელმწიფო მდივანი რუბიო, რომელიც არ გჭირდება ნავთობი. ტრამპმა პირდაპირ თქვა, ჩვენ გჭირდება ნავთობი. და საბოლოო ჯამში ეს კონფლიქტი ვენესუელასა და
ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაიწყო, როდესაც მოახდინა ჩავისმა რესურსების ნაციონალიზება, რომლებიც მანამდე ელიტებს და ამერიკულ კომპანიებს ეკუთვნოდათ. და საბოლოო ჯამში, როდესაც ამერიკამ მოაქცია ალყაში ვენესუელამ გადაწყვიტა თავის გადასარჩენად ახალი მოკავშირეები ენახეთ, ნებოდა ეს რუსეთი, ჩინეთი და ასე შემდეგ. მაგრამ ის რაც ხდება ვენესუელაში, რომელიც ძალიან ახლოს არის ფლორიდის შტატთან, სხვათა შორის, ვით გადახვიდეთ არ არის ძალიან შორს. ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური კოლაფსი ასე შემდეგ გამოწვეულია სადაც რომ სავაჭრო მარკეტი და სანქციები. აი 24 საათია გასული რევას და სწორებ ძანეთ რომ ჯერ კიდე ესე ვთქვათ სიტუაცია არ მინელებულა და ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემთვის მაპატია რომ გაგაწყვეტინეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ზუსტად ჩინეთის დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. აი როგორ შეხედოს, იტყვი მე ვიცი რომ საკმაოდ დიდი ძალი კაპიტალი და ინტერესები აქვს ჩადებული. უკაცრავად კიდევ ერთხელ რომ გაგაწყვეტინეთ. აი რას ბრძანებთ. იმასაც დავამატებთ უბრალოდ რომ მაგალითად ალისია მაჩადო სამჩინეზე გადავიდა ამის დამატება. რომელიც არის ოპოზიციის ლიდერი, რომელსაც მიცეს ნობელის პრემია, დღეს ტრამპმა თქვა, რომ ჩვენ მოვაპირებთ ალისია მაჩადოს ხარი დაუჭიროთ, რადგან მას ხარდაჭერა არ აქვს საერთოდ, რომ ცოტა განმაცვიფრებელი არის, იქიდან გამომდინარე, რომ და ყველა ამერიკელი ექსპერტებიც ამბობენ, რომ ალისია მაჩადოს ამზადებენ მთავრობისთვისო და არც არჩევნების ჩატარებას არ ვაპირებთ, უბრალოდ უნდა კარგად მოიქცენო დღევანდელი ვენესუელის მთავრობის წარმომადგენლები და ეს ცოტა სერიოზულ დაბნეულობას ქმნის სიტუაციაში, იმიტომ რომ ზოგი ამბობს უბრალოდ ალისია მაჩადოს დაბომბვილია ტრამპი, რომ იმან მიიღო ნობელის პრემია. ხო, ეს კიდე ერთი სახუმარო თემა. სახუმარო თემებს მიღმა ჩინეთის დამოკიდებულება ჯერჯერობით ჩინეთმა დაუწყო. ჩინეთი ეგრე პირდაპირ ხა ამერიკის ეჟში ჩაერევით არამონია ჩაერევს. ჩინეთი მაგალითად ასე ვთქვათ ამერიკას სავაჭრო მოუგო. იმიტომ რომ ამერიკამ შედეგი მიიღო. იმისა რაც ჩინეთთან სურდა. პრობლემა არის პეტროდოლარი, რომელიც უნდა ამერიკას ასე ვთქვათ გააკონტროლოს, ან საერთოდ გაანადგუროს. და ის რომ ვენესუელა მაგალითად ვაჭრობდა ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან არ ვაჭრობდა დოლარში. რაც ყველაზე მეტად ეშინია ამერიკას. საბოლოო ჯამში ამერიკას ყველაზე მეტად ეშინია დოლარის. და დოლარის ასე ვთქვათ საერთაშორისო ვალუტის ფუნქციის დაკარგვას. იქიდან გამომდინარე, რომ დოლარის საერთაშორისო ვალუტის ფუნქციის დაკარგვა გამოიწვევს არამხოლოდ ეკონომიკურ ხსნას, არამედ დააკარგავს ამერიკის შეერთებულ შტატებს პოლიტიკური ბერკეტის გამოყენების საშუალებას. ჩინეთის რეაქცია ძალიან მკაცრი, დიპლომატიური, თქვა რომ ეს არის ყველანაირი წითელი ზღვის გადასვლა. ჯერჯერობით ეს იყო და ეს სხვა რეაქციები პეკინს ჯერჯერობით არ გამოუხატავს. ნახოთ ჯერ რა იქნება, ჯერ ძალიან ადრე არის. არ ვიცით ასე ვიცე-პრეზიდენტი როგორ მოიქცევა, თუმცა ჯერჯერობით ამბობს რომ ზიონისტების კვალი ამ ყველაფერზე ამერიკა იმპერიალისტურად იქცევა, ჩვენ არ დავნებდებით ხალხი გამოვიდა ქუჩაში ამერიკის წინააღმდეგ და მთელი ამერიკა, მაგრამ ნახოთ, იმიტომ რომ ამერიკა ამბობს რომ უშინაობა ტრამპი რომ ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ ამ ვენესუელა. როდესაც კითხეს ჟურნალისტებმა როგორ უნდა გააკონტროლოს, კონკრეტული პასუხი რა თქმა უნდა არ ამერიკას. ახალ მთავრობაზე ამბობს რომ ისინი უნდა მოიქცენ ჭკვიანურად ახლა. და ადამიანები, რომლებიც იყვნენ ასე ვთქვათ CIA-ის მიერ მომზადებულები, რომლებმაც უნდა გადაიბარებინათ ხელისუფლებმა, ისინი მოუგებელიყო და უარყოთ რამ, ამიტომ მე დაბნეული ვარ და ცოტა ძალიან ქაოტური სიტუაცია ვენესუელის გარშემო, რომ თუ მართლა ხელისუფლების ცვლილება იგეგმებოდა ისე, როგორც წარმოაჩენენ ამას ადგილობრივი მედიები ამერიკაში, თუნდაც საქართველოში, სადაც საერთაშორისო დონეზე ცოტა არაკლასიკურად მიმდინარეობს სიტუაცია და აქედან გამომდინარე კითხვის ნიშნებს პატევს, მაგრამ რაც მოხდა, ესეთი პრეცედენტი მსოფლიოში თითქმის არ მოხდა ბოლო დროს და პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ფოკლენდის იგივე ლას მალვინასის კუნძულებზე იყო ომი, არგენტინის ხუნტასა, რომელიც ვაჭრობს ამერიკის მოკავშირე იყო და ტეჩერის ბრიტანეთს შორის ეს პირველი შემთხვევა, როდესაც ასე ვთქვათ შეერაღებული კონფლიქტი ან დაბომბვა განხორციელდა ამ წლების მანძილზე დასავლეთ ნახევარსფეროში, იმიტომ რომ დასავლეთ ნახევარსფერო
ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო კონფლიქტებით ბევრად უფრო შედარებაც კი არ არის ძველი სამყაროსგან განსხვავებით ჩვენთან სულმია, განსაკუთრებით ჩვენ რეგიონში. ახლო აღმოსავლეთში, კავკასიაში თუ აღმოსავლეთ ევროპაში. და ამერიკის კონტინენტზე სამხრეთ ჩრდილოეთში რამე ძალიან დიდი ხანი არ მოხდა. გასაგებია. მნიშვნელოვანია კიდე ერთი რამ, რომ ხშირად ისმის ესეთი შეკითხვა. ახლა 24 საათია ჯერ გასული და ვინ იქნება შემდეგი. ყველაზე მეტი აქცენტი გაკეთებულია კუბაზე, გამომდინარე იქიდან, რომ მარკო რუბიო კუბიდან არის, მისი ოჯახი ემიგრირებული, როგორც ის ამბობდა, კასტროს დროინდელი ემიგრაცია ჯერ კიდევ. შემდეგ არის ვენესუელას მხარდამჭერი სამხრეთ ამერიკული სახელმწიფოები. როგორ ფიქრობთ? ამას მოყვება რამე ესე ვთქვათ მარაოსებრი გავრცელება სიტუაციის? იცით რა არის მარკო რუბიოს პირადი ძრახები რა თქმა უნდა აქვს ამაზე და ზოგადად ფლორიდაში გამაგრებული ეს ეგრეთ წოდებული გუსანოს ლობი, რომელიც არიან ბატისტას ანტიფიდელის ხალხი, რომლებიც ფლობდნენ პლანტაციებს და კუბა ფიდელ კასტრომდე იყო ჩვეულებრივი ამერიკის შეერთებული შტატების საროსკიპო და ბორდელები იყო იქ ძირითადად კაზინოები იყო და პლანტაციები იყო და ელიტები კარგად ცხოვრობდნენ. ამ ყველაფრის მე რა თქმა უნდა ეს მარკო რუბიოს ინტერესებში არის, მაგრამ განსხვავებით ვენესუელისგან კუბა არ უქმნის საფრთხეს, იმიტომ რომ პეტროდოლარის საკითხი არ დგას და ნავთობის რესურსების საკითხი კუბასთან არ დგას. მიუხედავად იმისა, რომ 70 წელია უკვე თითქმის 70 წელი ემბარგო ასე ვთქვათ არალეგალური ბლოკადაში იმყოფება კუბა. მაგრამ თვითონ ტრამპის განცხადებით ყურადღებით უნდა იყვნენ, მასზე გააკეთა კოლუმბიის პრეზიდენტზე სახელი დამოუკიდებელი აქცენტი, რომელმაც თქვა, რომ კოლუმბიაში პედოფილების იმპერიას უნდა დემოკრატიის დამხობაო და მერანი აქონდა პირადად შეხლა-შემოხლა ასე ვთქვათ და მას აუკრძალეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოსვლა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისშიც მოსვლაც გაუჭირდება, მიუხედავად იმისა, ვიზა არ მიცეს კი. კანალი, კუბის ედერი კანალი ჩვეულებრივად ჩამოვიდა კუბაში, განსხვავებით მისგან და ასევე კიდევ ერთი გაფრთხილება მიცა წარმოშობით ებრაელ, მაგრამ მემარცხენე და საკმაოდ პოპულარულ პრეზიდენტს მექსიკისას, ქალბატონ კლაუდია შაინბაუმს, რომელიც ცდილობს ასე ვთქვათ ძალიან გონებულად მოიქცეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მასთან ტრამპს ჰქონდა რაღაც პრეტენზიები მის მიმართ, მაგრამ მე ზარი განახორციელა, მე ტრამპი გაჩერდა, თუმცა ახლა ისე თავიდან საუბრობს მექსიკის საკითხზე. ამიტომ ვერ გეტყვით, რაც თვითონ აღნიშნა საჯაროდ მისი განცხადებებიდან გამომდინარე, ერთობა არ ყოფილა, თუმცა ლოგიკურია გუსანოს ლობიდან გამომდინარე, ანუ რუბიოს მისნერებისგან გამომდინარე, თქვა და ვაგურად ეს უნდა წავიდეს, მაგრამ ტრამპმა პირადად აღნიშნა კლაუდია შაინბაუმი და კოლუმბიის პეტრო. ამასთან ერთად ყველაფერთან ერთად მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ საჯაროდ დაასრულა საბოლოოდ ირანის ბირთვული პროგრამა, რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ თუ ირანი პროტესტებს თუდად მოიქცევა და ისე არ მოიქცევა, როგორც მას მოეწონება, პირდაპირ სიტყვებს იკრება არ თქვა, როგორც დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, თუ მას არ მოეწონება, ტრამპის მახასიათებელია, მაშინ ირანს უპასუხებს. მაინტერესებს როგორ უპასუხებს ირანს, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ეს იყო ასე ვთქვათ სინქრონული კონცერტი გამართული კონფლიქტის ახლში და ირანმა საკუთარ კაცი პასუხი გასცა. თან ირანი არ არის ამერიკის შეერთებული შტატების სამეზობლოში და ირანის გარშემო ძალიან ძლიერი მეზობლები არიან და ეს მართლაც არ დამთავრდება ეს ამბავი. ეს იქნება საკმაოდ მძიმე თუნდაც კავკასიისთვის, იმიტომ რომ 90 მილიონი მოსახლე აბაზას მოვიდა და წარმოვიდგინეთ რეგიონში არებულობიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი მოაწყვება კავკასიას. ჩვენ კავკასიას და ჩვენ რეგიონს დაუბრუნდებით, უბრალოდ ასე ვთქვათ ვენესუელას გარშემო კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ფაქტობრივად ტრამპის ადმინისტრაცია და ზოგადად ამერიკის ადმინისტრაცია რაღაც ერთგვარ მემარცხენე ორიენტაციის ლიდერებს და იმ სახელმწიფოებს უტევენ, ვის სათავეშიც ასე ვთქვათ სოციალური პროგრამების დამცველი ხელისუფლებაა. ანუ სოციალური თანაფარდობის, მოდი ასე ვთქვათ.
ამ შემთხვევაში ატყობთ რომ მსგავსი რაღაც ელფერი არის, რომ დავუშვათ სურთ აი ეს ეგრეთ წოდებული მემარცხენეობა ეს ამოკვეთიანად, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატების დონეზე, ასევე მის მახლობლად, მეზობლად შეიძლება ასე ითქვას. ძალიან საინტერესო შეკითხვაა. რა თქმა უნდა, მაგის ელფერი ყოველთვის არის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა. ეს თანსდება და არ აქვს მნიშვნელობა სათავეში რესპუბლიკელების დემოკრატები. ჩვენ გვახსოვს ოპერაცია კონდორი, როდესაც ლათინურ ამერიკაში მემარცხენე მთავრობები, ჩვენს დემოკრატიულად არჩეული მემარცხენე მთავრობები ჩაანაცვლეს დიქტატურით. მათ შორის იყო ჩილეში, ალიანდეროზე გადააგდეს და მოიყვანეს სამხედრო დიქტატორი პინოჩეტი, რომელმაც გადასცა სპლენძის საბადოები, რასაც ალიანდა ეძინებოდა. იგივე არის ჩინეთის პრინციპით, მაგრამ ჩინეთი ძალიან ძლიერია, ბირთვული სახელმწიფოა ყველაფერთან ერთად, სოციალისტური სახელმწიფოა კომუნისტური პარტიით, ძალიან ძლიერი სოციალური პროგრამებით, სადაც კაპიტალი აქვს დამორჩილებული და თუ ამერიკაში ჯერ კაპიტალის ინტერესებია და შემდეგ სახელმწიფოს ხოლმე, Wall-Street და შემდეგ ჩინეთში კაპიტალს იგონებენ სახელმწიფოს ინტერესებისთვის. ჩინეთიც სოციალისტური ქვეყანაა, ჩინეთიც არის სამიზნე, მაგრამ ჩინეთი არის ძალიან ძლიერი. ამერიკა და ჩინეთი ერთმანეთზე კომუნიკაციად არიან ძალიან დამოკიდებულები. მაგრამ ამერიკის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც იწარმოება კორპორაციები და წარმოება რაღაცებს იხანებენ არა მხოლოდ ჩინეთში ეწეოდა ეს ყველაფერი, არამედ ჩინეთიდან ვიდეობდნენ, ასე ვთქვათ, იმ ძვირფას ლითონს და წინასწარ რაც საჭირო ლითონის დამზადებისთვის. უბრალოდ ჩინეთი არის ძალიან ძლიერი, მას აქვს ძალიან დიდი, სტაბილური მემარცხენე ისტორია, დაწყებული მაოძედით. და სამოქალაქო ომის მოგებით და შემდეგ იაპონიის იმპერიის დამარცხებით და შემდეგ არ დაგავიწყდეს რომ ისინი ძალიან პრობლემით ადევნებდნენ სესწრაფოს დაშლას. და თავიდან აქედან გამომდინარე ჩინეთთან ცოტა გაუჭირდება. ამასთან ერთად დასავლელი მემარცხენეები და სამყაროს მემარცხენეები ერთმანეთთან მოიხდიან. ასევე რასაც მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში მემარცხენეებს ეძახიან ხშირ შემთხვევაში ესენი მიმარჯვენებად არიან ახმული მაგალითად ჩინეთში ან ახმული ინდოეთში მიმარჯვენებად. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ესენი უბრალოდ ლიბერალები მათი მემარცხენეობა ითვლება მხოლოდ ამ ფაქტის რომ მაგალითად გენდერზე საუბრობენ ან ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ cultural wars, ანუ კულტურულ ომებზე არის საუბარი. და აქ იყოფა მათი მემარცხენეობა და მიმარჯვენეობა. კლასიკური გაგებით ეკონომიკურ საკითხებზე ეს არცე არ ხდება ხოლმე და დემოკრატები სავალალ ჯამში ჩემი განმოსახედიდანაც ისინი არიან ცენტრისტი მემარცხენეები ან მემარჯვენეები გააჩნია მათ დამოკიდებულებას მოცემულ პოლიტიკურ სიტუაციაში. მანდანი არის მემარცხენე, მაგრამ ჩაქშუმელი არ არის მემარცხენე. გესმით რა არის ხოლმე, ან დემოკრატები ძალიან დიდი ქოლგა არის. ნენსი პელოსი არ არის მემარცხენე, ხა მაგალითად ერთგესიანთა ქორწინებას მიჭერს ხარს ეს არ ნიშნავს რომ მემარცხენე ხარში, ხო? მაგრამ ამერიკაში სამწუხაროდ აქ ხდება გაყოფა ესეთ საკითხებზე. საკითხებზე კლასიკურად არ ხდება გაყოფა. დიდი სურათი არის რა. აი მაგალითად ნიუ-იორკში ჩვენ ვისაუბრეთ პირველ თუ მეორე პოდკასტში და მაშინ მოსალოდნელი იყო რომ ნიუ-იორკში მოვიდოდა მამდანი აშკარად გამოკვეთილი მემარცხენე და თქვენ მაშინ აღნიშნეთ რომ მემარცხენე და ესე მოდი ეს ვთქვათ ლიბერალური ფრონტი არ არის ერთგვაროვანი და ეხლა ზუსტად აი ამაზე კარგად ბძანეთ და როგორ ფიქრობთ ნიუ-იორკში თვითონ მამდანის მოსვლა ეს რა მოვლენა იყო როცა მემარცხენე ორიენტაციას ქვეყნის გარეთ ებრძვის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და აი ნიუ-იორკში ყველაზე ესეთი სახოვან ქალაქში შტატში მოვიდა მემარცხენე. ნუ აქ ამბობენ რომ პოპულისტია, იმიტომ რომ ფაქტობრივად მის დანაპირებს არანაირი საფუძველი არ აქვს. რას ფიქრობთ ამაზე? ეს როგორ მოხდა საერთოდ? ნუ იმითი მოხდა რომ ჩვენ თუ დავაკვირდებით ჯერ კიდევ 2016 წლის არჩევნებს თვითონ ტრამპის ძალიან ბევრი პოლიტიკაც მემარცხენე იყო ეკონომიკაში. მე აგიშენებთ ინდუსტრიას განავითარებ დავაბრუნებ ჩვენს სამსახურებს უცხოეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში რითი მოიგო მიჩიგანი და ვისკონსინი ხო ეგრეთ წოდებული Rust Belt სადაც წარმოება იყო ძალიან ძლიერი ამერიკაში. იმითი რომ
ობამას ვითომ მემარცხენე პრეზიდენტის ობამას ეკონომიკური პოლიტიკა ჩავარდა და მშრომელ ხალხს ის არ დაეხმარა, იმიტომ რომ ნაცვლად იმისაო მშრომელ ხალხს დახმარებოდა, მან ეგრეთ წოდებული ბეილაუთი, როგორც თქვა, დახმარებები, სახელმწიფო დახმარებები გაუწია კორპორაციებს და მაგალითად General Motors ძალიან სერიოზული კრიზისი ჰქონდა, ხო, რომელიც ის იყო ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმოებები, რომ ხედავთ დაცარიელებულ დეტროიტს. და ამ შტატებში აი ამგვარმა პოლიტიკამ ჯანდაცვის საკითხი. მე ბერნი სანდერსი ჩვენ გვახსოვს, რომ რამხელა კონფლიქტი იყო დემოკრატების პარტიაში, რომ გასკდა კიდეც ამბავი, რომ სუპერდელეგატები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ჰილარი კლინტონი გაიყვანათ, ხო, დები ვასილ ვოსემან შულცის პრობლემები იყო, რომელიც იყო თავმჯდომარე და ასე ვთქვათ, ბერნი სანდერს, რომელიც უნებრაელია, მე ანტისემიტი შეცადა. ძველი აღარ მოვიგონეს ამ კაცს, მე სექსისტი არის მოიგონეს, მე ამბობდა, რომ უბრალოდ მემარცხენე პოპულისტი არის, მაგრამ საბოლოო ჯამში მისმა პოლიტიკამ ძალიან, ასე ვთქვათ, ხალხში რაც იყო დაგროვილი ეს სოციოეკონომიკური თანასწორობა და ის რომ ნელ-ნელა ხალხი ახალი თაობები ვეღარ ცხოვრობენ ისეთ ფუფუნებაში, როგორც იყვნენ მაგალითად წინა თაობები, მაგალითად ჯენექსი უფრო ცუდად ცხოვრობს, ვიდრე ბუმერები, მილენიალები უფრო ცუდად ცხოვრობენ, ვიდრე ჯენექსი და ჯენზი საერთოდ, ხო? ამაზე მარტო მემარცხენეები არ საუბრობენ, უბრალოდ იმიტომ რომ მე ხომ მეკრეს რასაც ეწინააღმდეგებიან, მათ შორის ასევე მემარჯვენე კონსერვატორები მათ დაიწყეს ამ სოციოეკონომიკურ საკითხებზე საუბარი, მაგალითად ჩვენ ხედავთ აგრე კალსონმა ზუსტად იგივე განაცხადა, რომ ჩემი მეგობრის შვილები ყოფენ სამსახურს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მე არ წარმოვიდგენია, რომ ისინი მოდესმე შეიყვნენ ფინანსს. იგივე თქვა ჯორჯ კონგრესმენმა Marjorie Taylor Greene-მა, მე ვნახეთ ასევე 2018 წელს ალექსანდრე ოკასიო-კორტესმა როგორ მოიგონა. ნიუ-იორკში მაინც უფრო ბევრად უფრო პროგრესული ქალაქია, ყოველთვის იყო. განსხვავებით მაგალითად ეგრეთ წოდებული flyover states, რაც არის მაგალითად ოკლაჰომა, მიზური და ცენტრალური შტატები და ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ნაკლებად ურბანულია, ურბანულ ადგილებში ეგრეთ წოდებული პროგრესული, ანუ რაღაც ცენტრისტი მემარცხენე ნამდვილად არ არიან ის მემარცხენეები, რაც ჩვენ გვხვდება მაგალითად ჩინეთში, ინდოეთში, თუნდაც მათ შორის ევროპაში, ხო, ესენი არის სოციალ-დემოკრატი, სოციალ-რეფორმისტები, ხო? ეს მოცემულობა რაც არის ნიუ-იორკში, ნიუ-იორკი ქალაქია, უფრო მეტი ადამიანური იდეების გაცვლა უფრო ხდება, ურბანული სივრცეა, ანუ აქ რეალურად არის შრომა და აქედან გამომდინარე ეს მოთხოვნები უფრო მარტივად წავიდა, იგივე ხდება კალიფორნიაშიც, ნიუ-იორკი მაინც უფრო, ასე ვთქვათ, წამყვანია და ალექსანდრე ოკასიო-კორტესმა, როდესაც ასე ვთქვათ, მოუგო პოლის ასე ვთქვათ, პრაიმერი დემოკრატებს, რომელიც ნენსი პელოსის მეორე კაცად ითვლებოდა, მან უკვე ასე ვთქვათ, შექმნა მისი საფუძველი, რომ მოთხოვნა იყო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი ტრანსპორტი, ქირის პრობლემა რეგიონებში, მაშინ მოგებარს აქვს ამერიკაში. ეს range controls and series control საერთოდ არ ხდება და ესეთი პრობლემები არის. ამას მე ვიყავ ჩინეთში, ამას საერთოდ ეს პრობლემა არ არსებობს. საერთოდ არ არსებობს. ხო, იმიტომ ნიუ-იორკიდან კიდე ჩემთან მეგობარი არის ამერიკელი, ყველა მეგობარი, რომელიც ამბობს, რომ გერმანიაში ფაქტობრივად ჩინი მეგობარების კალიფორნიის ადამიანის გოგო და მიიწვია, რომ გამოვკეცე ამერიკიდან, იმიტომ რომ მაგისტრალურ სტუდენტური ვალები იყო. ხო, ეს სტუდენტური ვალები კიდე ცალკე ამბავია, ხო. $50,000. და ამას ცხოვრებაში ვერ გადავხდა. გერმანიაში კიდე სემესტრში ვიხდით €275 სემესტრში. სადაც ხონდა უფასო კვება, სასადილოში, სადაც ხონდა ტრანსპორტირება მთელი, ასე ვთქვათ, იმ შტატის გარშემო და 40-50% ფასდაკლებები ტრანსპორტზე მთელ გერმანიაში, მუზეუმებში, კინოთეატრებში და ასე შემდეგ, ხო? დაახლოებით იგივე სისტემა არის ჩინეთში. უბრალოდ განსხვავება ეს არის ჩინეთში. ჩინელები ხუმრობენ, რომ ის არის რომ ჩინეთში მართლა ძალიან რთულია სკოლას რომ დაამთავრებ უმაღლესი მოხდა. კატასტროფულად რთული გამოცდებია და მხოლოდ 25 ან 20-25% აბიტურიენტებისა ხდებიან უმაღლესში.
ვისაც ფული აქვს და ძალიან დიდრებიან ისინი მიდიან ამერიკის შეერთებულ. იმიტომ რომ აქ ესე იგი მარტივად რაღაცის საფასურად იღებენ განათლებას. რაღაცის საფასურatan განსაკუთრებით თუ შენ რაღაც შეწირულობებს აკეთებ შენ და უნივერსიტეტში, აქედან გამოდიო უფრო მარტივად ხვდები უნივერსიტეტში. ჩინეთში ეს არის ძალიან მკაცრი გამოცხადება. რა უცნობია თან ჩინეთის სისუფთავე, რა ვიცი, ხა როგორ გითხრათ, ყველაფერი არის, ყველაფერი უფრო იაფია. შანხაიში ვიყავი და რომელიც ითვლება ჩინეთის ყველაზე ძვირ ქალაქად, მე ხომ არ ითვლება. ყველაზე ძვირი? ყველაზე ძვირი ქალაქია, ყველაზე დიდი და ყველაზე ძვირი ქალაქია. ვერათ უფრო იაფია ყველაფერი ვიდრე თბილისი, ერთი 10 ჯერ. მაგალითად, ამ თბილისის აეროპორტში ამხელა წყალი, ხო, რაღაც 200 გრამიანი წყალი თუ ის 8 ლარი, იქ ხირს 500 მილilitrიანი წყალი 1 ლარი და 30 ცენტი. წამლები ხირს, წამლები რაც ჭირდება მაგალითად ბებიაჩემს თუ ბაბუაჩემს დიაბეტის წამლები საქართველოში, თუ ეს წამლები მიჯდება თვეში დაახლოებით 400-600 ლარი, ჩინეთში დამჯდება ეს წამლები 50-60 ლარი. ესეთი სხვაობაა. კატასტროფული სხვაობა. აი თქვენ წარმოიდგინეთ. ქალაქი გზინოსთან. გამონაბოლ ქუჩებში ძებული ამ სულ ელექტრომანქანებია, ხმაურიც არ არის საერთოდ. ძალიან დიდი სხვაობა არის და ძალიან ბევრ რაღაცაში და აქედან გამომდინარე რომ ჩავედი საერთოდ არ მოველოდ ეს რაღაცებს თქო რა. კი ბოდიში? არა, ზუსტად აი ნელა-ნელა რეგიონი შევიცვალოთ, გადმოვიდეთ ევრაზიის კონტინენტზე და შემდეგ პოლიტიკური ნაწილიც განვიხილოთ ასე ვთქვათ, ასევე ისევ ტრამპის ინიციატივა C5 როგორც არის, ანუ Core 5 ხო და მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით, ეხლა მე რახან ესე ნელა-ნელა გადმოვიწიეთ აქეთკენ აღმოსავლეთით. მე მაინტერესებს ერთი რამ, რომ რისი დუბლირება შეიძლება გაკეთდეს. ამდენად ეს კორექტული არ ვიცი, მაგრამ ნუ ვცდილობ რომ მაქსიმალურად ესე გასაგებო თქვა. აი რაც სოციალური პროგრამები ნახეთ. აი ეხლა ზუსტად ახსენეთ იგივე წამლები, მედიკამენტები, იგივე პირველადი მოხმარების პროდუქტები და ყველაფერი საბოლოო ჯამში დარდება საქართველოს ფასებთან, ხო? ახლა აქ ბევრად ძვირია, მაგრამ მეც ხშირად პირველადი მოხმარების პროდუქტებს ვადარებ ხოლმე თბილისის ფასებს და ფაქტობრივად თანაფარდობაა. ახლა გამომდინარე იქიდან, რომ აქ შემოსავალი ბევრად მეტია, ეკვივალენტითაც და პირდაპირაც, გამომდინარე იგივე ფასები თბილისში, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ნუ მედიკამენტებზე ხო საერთოდ პროპორციულად მუშაობთ, აი პროპორციულად შემოსავლის. აი ხო, ესეთი მომენტი, უბრალოდ შემოსავალი არის, ნუ რამდენჯერ 5 ჯერ ნაკლები ალბათ რა. რა თქმა უნდა. ხო და რა შეიძლება რომ დაუშვათ იქიდან ესე გადმოღებული იყოს, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, შეიძლება ვწდები, იქ არის ესე ვთქვათ ვერტიკალი, ცენტრალიზებული ვერტიკალი, რომელიც არეგულირებს ყველაფერს, ეს ასეა. ანუ ბაზარი არეგულირებს ესეთი რამე უკვე იქ მე მგონი აღარ არის. არ არის და ანუ სიმართლე გითხრათ, ჩინეთი ბევრად უფრო დეცენტრალიზებულია, ვიდრე ეს წარმოგვიდგინეთ. ყველა პროვინცია და ყველა ქალაქი კატასტროფულად დეცენტრალიზებული. გადაწყვეტილებების მიღებაში და ასე შემდეგ და ასე. თუნდაც მათ შორის ეკონომიკურ საკითხებში ძალიან დეცენტრალიზებული. ამერიკის შეერთებული შტატები ვითარ ჩათვალეთ რა. მაგალითად, შანხაი ცალკე შტატია თვითონ, მაგრამ ძიანხუ და ასე შემდეგ სხვადასხვა ჰებეი ცალკე არის და ძალიან დიდი ავტონომია და თავისუფლება აქვს თვითონ ამ ეგრეთ წოდებულ პროვინციებს. რაც შეეხება თვითონ ფასებს, ისი განმოღება შეგვიძლია, ეხლა რა უნდა გითხრათ, იცით, ჩინეთში ასანთიდან დაწყებული მანქანით დამთავრებული და გუჩის ჩანთები, რომლებსაც უბრალოდ იტალიაში მე იარლიყები ერთხმად მოიწარმოება თვითონ ჩინეთში. წამლებიც ყველაფერი წარმოება. მე ამბობთ ორიგინალს და არა იმას რეპლიკას. არა რეპლიკას, ორიგინალი იწარმოება, აი ევროკავშირში როგორ ის არის კანონი. მაგალითად დაიწყო რაღაც გუჩის ჩანთა, რაღაც ეს გუჩის ჩანთა ჩინეთში. ეს გაეგზავნა და უბრალოდ ასე ვთქვათ, ღილი დაეკერა, ან ისე ქვია, ელვა დაეკერა, შემდეგ იტალიაში. აქედან გამომდინარე ითვლება, რომ იტალიაში დამზადდა, თუმცა მოდის ჩინეთიდან, თავიდან ბანკებს გაკეთდა. ორიგინალებზე ესაა. წამლებიც იგივეა, პრობლემა ესაა, თვითონ წარმოება ყველაფერს აწარმოებს. წამლები მაგალითად, რა ვიცი, კორსის იგივე და ჩინელები აწარმოებენ თავიანთ კორსის.
განიგე დიაბეტონი და ჩინელი აწარმოებს თავიანთ დიაბეტონს. ეს დიაბეტონი სიტყვაზე გირს საქართველოში 50 ლარი, ჩინეთში 4 ლარი. ლარებში მომპირდაპირ გადაფასება. ქართული ბარათით როცა ალიფეიდ რაღაცები და სპეციალური პირდაპირ ლარებში ყიდულობდი ყველაფერს ამ დოლარის საერთოდ ამოგდებულია ჩინეთში და წელში. პრობლემა ეს არის რომ ჩვენთან არაფრის წარმოება არ ხდება ადგილობრივ. ელემენტარული ძირითადი საბაზისო პროდუქტების წარმოებაც არ ხდება. ეს არის ალბათ თავარი მიზეზი. ეს არის თავარი მიზეზი, რომ ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე დამოკიდებული საერთაშორისო ბაზარზე. ეს არის ბაზარი, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. გესმით რას ვამბობ? და ჩვენ რომ რაღაც ელემენტარულ პროდუქტებს მაინც კონდეს წარმოების რომ ადგილობრივის რაღაცებს მაინც გავაკონტროლებთ. ეხლა თავიდან ბოლომდე ვართ დამოკიდებული საერთაშორისო ბაზარს. და როდესაც ამ რამე ყევა ხდება, ეს პირდაპირ დააგვირთყავს ჩვენ, იმიტომ რომ არანაირი პროტექციული მექანიზმები ჩვენთან არ არსებობს. ეხლა დაიწყო პრემიერ-მინისტრმა ამაზე საუბარი სიმართლე გითხრათ. ნახოთ როგორ გააკეთებენ. მე თავიდან ბოლომდე მივხვდები ამას, იმიტომ რომ თურქეთთან დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებით დამთავრებული მთელ ასე ვთქვათ ნატოს და დასავლეთ სამყაროში არის ფასების რეგულირება, ამას ვერ გავიქცევთ. ჩვენთან საერთოდ არ არის. ჩვენ აბზოლუტურად უფრო კათოლიკები გავხდით სიცოცხლის დაშლის შემდეგ რა. და ესე ყველაფერი მიშვებული როდესაც არის, ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენთან ქირის კონტროლი არ არის და ეს ქირა არის მაგალითად ხელფასი არის 600 ლარი და ქირა არის 600 დოლარი, თან დოლარში ხდება ფასდადება. როგორ გითხრათ, ბორჯომის ბოთლი რომელიც ღირდა 1 ლარი, ეხლა ღირს 4 ლარი. კატასტროფული ფასები არის. პური გაძვირებულია. პური როდესაც ძვირდება, მე ყველაფერი ძვირდება ავტომატურად. მაგრამ განსხვავება კიდევ იცით რა არის, რომ მაგალითად კარფური, ნიკორა და შემდეგ სავაჭრო ქსელური ესე რა ქვია, სავაჭრო ქსელური მაღაზიები რაც არის 14-დან 16%-მდე მოგების მარჟა აქვს უფრო მაღალი. ზოგიერთ ძირითადად და ზოგიერთ პროდუქტზე 300-400% არის მოგების მარჟა. ვიდრე ეს მაგალითად ხდება საფრანგეთში, იმიტომ რომ არანაირი რეგულაცია არ არსებობს ჩვენთან. განსაკუთრებით ტრაგიკულია კიდე ოლიგოპოლიები, რაც არსებობს ფარმაცევტულ ბაზარზე. როდესაც ამბების ფასები ყველანაირ ზღვარს არის გადასული, იმიტომ რომ წამალი რომელიც შემოდის საქართველოში მაგალითად ღირს 3 ლარი იყიდება შემდეგ 30 ლარი. ამის კონტროლი არ ხდება. მოგება შემედის ეს ყველაფერი. მაგალითად ფარმაცევტები დასაქმებულები PSP-ში ეს ფარმაცევტები მერე ძირითადად მუშაობენ ბონუსებზე და ძირითადად ხელფასი 400-500 ლარი აქვს რა და ბონუსებით 1000-1200 ლარამდე ადიან. ეს ბონუსებს არ დააგროვებ ან არა. ანუ ეს ხალხში არ ხდება რა. ხელფასებადაც არ უნდა. ყიდულონარიანობა არის პრობლემა, ჩვენი ეკონომიკის პრობლემა არის სტაგფლაცია, როდესაც არაფერი არ იწარმოება, თანდაყოლ ინფლაცია, თან ფასები და ყიდულონარიანობა არის კატასტროფულად შეუსაბამო ერთმანეთთან. აქედან საქართველოს ხდება ასე ვთქვათ, არა მარტო ბარიერების შექმნა, არამედ გადახედვა იმისა, რომ ჩვენი ძირითადი ძიმე რაღაცას ვამბობ, მაგრამ თავიდან ბოლომდე ჩვენ როდესაც სამი ძირითადი ეკონომიკის სახეობა არსებობს, ეს არის საწარმოო, სადისტრიბუციო და მომსახურება. ჩვენ გვაქვს სადისტრიბუციოს ახლა ცდილობენ რომ ამეთ ჩინეთის გავლით ჩინეთი ევროპა დააკავშირონ ერთმანეთთან და რამდენად სადისტრიბუციო დერეფანი იყოს და ამით რაღაც მოგებენ. რაც ცუდია, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული secondary ეკონომიკაზე გადავალთ, მაგრამ პირველად რაც არის primary ეგ არ არსებობს საქართველოში და რაღაცა ნიშა ღონისძიების წარმოება კარგია, მაგრამ ეს არის ძირითადად ძალიან წვრილი, ეს არის მასიური წარმოება. თან სამწუხაროდ შუშის წარმოება გჭირდება, ხო ბოთლები, როგორც ბოთლები შექმნა შუშის იმპორტიც ხდება, შუშის წარმოებაც ახდება მასიურად ჩვენთან. ასე ვთქვათ, ჯაჭვი chain of production არის გადასაიარაღებელი. რომ ფასებზე აისახოს ეს ყველაფერი კარგი. რეგულაციები რაღაცა შეაკავეს, მაგრამ რეგულაციები რაღაცა იცით რა ეს მხოლოდ როდესაც სიცხე გაქვს, მარტო სიცხის დამწევს სვავ. არსო მაგალითად ვირუსის საწინააღმდეგო წამალს გესმით? ჩვენ გვჭირდება ვირუსის საწინააღმდეგო წამალი. რეგულაციები არ შეაჩერებს რაღაცებს, შეიძლება გაართულოს ყველაფერი. რეგულაციები ყოველთვის კარგი არ არის. რეგულაციებს უკან ჭირდება, რომ გაარეგულიროს ის რომ ზურგი კონდეს ასე ვთქვათ, მოდი რა. ეს არის პრობლემა. იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზული დისბალანსია, ძალიან სერიოზული დისბალანსია. ჩემი პირადი გამოცდილებაც ვამბობ. გასაგებია. რევას
თვითონ ინიციატივა თავად პრემიერ-მინისტრისა და მმართველი გუნდის ალბათ კარგია, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, რეგულაციას აქვს თავის საიდ ეფექტები. იმედი უნდა ვიქონიოთ აქაც, რომ რაღაცა იველური სისუსტით გაატარებენ ამ რეფორმას, თუ ამას რეფორმა დაერქვევა და იმედია იმ საიდ ეფექტს არ მივიღებთ. არ ვიცი. საიდ ეფექტებს ამ შემთხვევაში ამაზე კი არა ამ შემთხვევაში. ეს აუცილებლად გადასათვალიერებელია. ეს რეგულაცია აუცილებლად გადასათვალიერებელია, იმიტომ რომ როგორ ვთქვათ, უკვე წარმოუდგენელი არის ცხოვრება ჩვენს, რომ 6 სამსახური აღარ ყოფნის. არ 6 სამსახური აღარ ყოფნის ადამიანებს ეგეთ მდგომარეობაში ვართ და რა ვიცი, დღეში 16 საათი ვმუშაობთ სხვა ადგილებში და ეგ აღარ ყოფნის. კი ბატონო. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მე რას ვთქვით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რეგულაციები თამას ვეღარ შეაკავებ. რეგულაციები რაღაც დონემდე მიდის რა და მე სიცხის დამწეროს მიღმა ვირუსს უნდა ებრძოლო. და ალბათ მივლენ მაგამდეც, მაგრამ ძალიან დიდი დრო დაჭირდება. ამას ცალკე ლობია, ცალკე ბიზნეს ინტერესების სხვა ჯგუფებია და სამწუხაროდ ეს არ არის მარტო ქართული, თურქული ბიზნეს ინტერესების ჯგუფია, იქ საერთაშორისო American Chamber of Commerce არის ფადი, ანუ 1000 ინტერესის ჯგუფია და ძალიან რთულია ამაზე. გამკლავება მე კიდევ ზოგს იდეოლოგიური ჩაკეტილობა აქვს, რომ აი ოდნავი რეფორმა და ჩვენ რა ის ვარა ვართ საბჭოთა კავშირი და მოკლედ ამბავია და ეს IMF-ის წარმომადგენლები გაკურებული ენამაც რომ თქვენ პაბზე უფრო კათოლიკები ხართ და კი ბატონო და არის მეორე უკიდურესი დამოკიდებულება კიდე რომ გადავიდეთ სრულ რეგულაციაზე მოგბეს და ანუ საბაზრო ეკონომიკა დაუღუპელია და ეს ობიდან უკიდურესობამდე ზუსტად ამ რყევას შეიძლება კარგი არაფერი არ მოვა. მაგრამ პრობლემა რა არის ბატონო ნიკოლოზ რომ საბაზრო ეკონომიკიდან ვერ გადავალთ, იმიტომ რომ საქართველო არის ძალიან პატარა არის, უნდა იყოს რაღაცა ნაწილები, რაც უნდა იყოს არსებობდეს პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს მინიჭებული და სტრატეგიული ობიექტები რაღაცები უნდა იყოს საჯარო, რაღაცები უნდა იყოს კერძო, ჯანდაცვა შეიძლება იყოს ფულის საჭრელი მაგალითად, უნდა იყოს ბიზნესები და წახალისონ საწარმოო ბიზნესები. ყველაზე კაი ვარიანტი ეგ არის, შეუქმნა რაღაც ისეთი ხო მოცემულობები სიტუს ქვეყანაში, რომ წახალისდება ეს და არ იყოს მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტებით გამდიდრება, ან სასტუმროებით და რესტორნებით. სასტუმროები და რესტორნები ქმნიან როგორ ვთქვათ, არასტაბილურ სამსახურებს. პროფესიული კადრი არ ყავს რა. ძალიან დიდ პატივს ყველა ადამიანს, ვინც არის ოფიციანტი, ვინც არის სასტუმროს კლერკი, ან რესეფშენისტი მიმღები, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ტექნიკური ცოდნები და ეკონომიკა უნდა ამოვიდო ტექნიკური, მეცნიერული ეკონომიკის განვითარებით და არ მხოლოდ მომსახურება. მომსახურება უნდა იყოს დამხმარე და არა წამყვანი, გესმით რას ვამბობ. საერთოდ როდესაც საერთაშორისო ეკონომიკა მსოფლიოში არის საბაზრო ეკონომიკა, მიუხედავად მაგრამ დავაკვირდით ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მკაცრად არეგულირებს ყველაფერს, მით უმეტეს, როდესაც თავის სახელმწიფო ინტერესს და თავის კორპორაციებს ეხება, ხო? ტრამპის პროტექციონისტური მთელი ეს ასე ვთქვათ, თავგადასავლი წამის მანიშნებელი, მაგრამ ჩვენ გონივრულად უნდა მივიდეთ და ვთქვათ, რომ ეს რადიკალი მიშვებულობა არაფერს არ მოგვიდას და ჩვენ რომ რაც არ უნდა მოგვიდეს, ესე ვერ გადავალთ ვერანაირად. გეგმით ეკონომიკაში ამისი ძალიან პატარა. ჩვენ გვერდზე რო იყოს რომელიმე სახელმწიფო, რომელსაც გეგმიური ეკონომიკა აქვს და ეს სახელმწიფო მაგალითად მარც ერთი საბაზრო ეკონომიკა. დასაგებია. და თქვენ მახსოვს ერთ-ერთ ჩვენ საუბრისას ახსენეთ, რომ როცა 2-3 სამუშაოზე გადის ადამიანი, მისი ხარისხი ეცემა ბუნებრივია პროფესიონალურ, იმიტომ რომ ელემენტარულად იღლება. და ეხლა წარმოიდგინეთ, როცა პირობითად ვამბობ, როცა ერთი მედდა გადადის ჰოსპიტალიდან ჰოსპიტალში და მესამე ჰოსპიტალში კიდე მსგავს რამეს აკეთებს და ეხლა წარმოიდგინეთ, როცა სამედიცინო სფეროში დაკავებული ადამიანი გადადის მაგალითად ოფიციანტად. ხო წარმოგიდგენიათ ეხლა იმას რა მოყვება. და აი ეს არის რომ გარდა იმისა რომ ადამიანური რესურსის ხარისხი ეცემა, პლუს ეცემა ყველაფერი, დამხლებია, ხარისხი და ასე შემდეგ. და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, როგორც ახსენეთ, ადრე რომ ეს ჯანდაცვის სფერო არის
რაღაცნაირად დასარეგულირებელი, იმიტომ რომ მე მგონი ბიზნესად იქცა ეს უკვე და ეს არ ამგონია რომ მართებული იყოს. და რევას არა ჩვენ საქართველოს უნდა მიუბრუნდეთ, ბუნებრივია და მაინტერესებს ერთი ესეთი რამ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ყოველთვის აღმოსავლეთ დასავლეთ მიმართულების გზას, ეგრეთ წოდებულ აბრეშუმის გზას. როგორ ფიქრობთ? ეხლა ეს გზა, ეს აბრეშუმის გზა, კვლავ აქტუალურია? გამომდინარე იქიდან, რომ ესე იგი ევროპის ბაზარი, მხედველობითი უნარი დაბლა ჩამოდის, გამომდინარე იქიდან, რომ კრიზისია, მთელ ევროპაში ამის ახსნა კიდე შორს აგვიყვანს და ჩინეთს კვლავ შერჩა იმის ინტერესი, რომ დაუშვათ ესე აღმოსავლეთით გაატაროს თავიანთი ტვირთები და ბუნებრივია ჩვენ ამით ვისარგებლოთ და ამ აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე ჩვენ რაღაცით დამაკავშირებელი როლი შევასრულოთ. ამის ინტერესი ჩინეთში კვლავ არის? ჩინეთში კვლავ არის ამის ინტერესი, იმიტომ რაც უფრო მეტი გზა იქნება და რაც უფრო დივერსიფიცირებული იქნება ეს გზები, ეთესია. იმიტომ ჩინური პროდუქტები ადრე გადიოდა პირდაპირ ერთი ქვეყანიდან ჭირდებოდა ერთი ქვეყანა გაევლო, ევროპაში მივიდეს რუსეთში. ეხლა ეს პრობლემური არის სანქციებიდან გამომდინარე, რომლიდან გამომდინარე ჩვენ ამაში ნახეთ სარგებლობა. უფრო გაიზარდა ასე ვთქვათ ჩვენი მნიშვნელობა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი მნიშვნელობა არც ისეთი დიდი არის, როგორც მაგალითად ჩვენ წარმოვიდგენია. საერთაშორისო ასე ვთქვათ სავაჭრო გზებსა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის სომხეთის გავლით გაატარებს ტვირთს პირდაპირ თურქეთში და არის საუბარი ირანიდან თურქეთში პირდაპირ მიმოყენების პროცესზე. სახმელეთო გზებზე ვამბობ, ეს სახმელეთო გზები. თუმცა საზღვაო გზები პირდაპირ მაგალითად ორი ვერსია არის, მაგალითად გვადარის პორტით მიდის ხოლმე, ჩინეთთან მოდის ასე ვთქვათ პაკისტანით, ჩრდილოეთიდან ჩამოდის და შემდეგ არაბეთის ზღვა, სპარსეთის ყურე, ან წითელი ზღვა და ხმელთაშუა ზღვა ასე შემოდის ხოლმე. ან ესევე გრძელი გზით მალაკას სრუტე და საზღვაო გზები თან ესე ვთქვათ მისაღები. დიდი ხანი ამას იყენებენ, თუმცა სახმელეთო გზებზე რა შეგახსენებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი ჩვენთვის. ჩინეთში ამის ინტერესები გვექნება, იმიტომ რომ საქართველოსთან განსხვავებით ჩინეთის ტრადიცია აქვს, რაც უფრო მეტად დივერსიფიცირებული ეკონომიკა, უფრო მეტად ძლიერი არის ქვეყანა, ნაკლებად არის დამოკიდებული ერთ ასე პარტნიორზე. საქართველოს თავდაპირველად ამიტომ ყოველთვის დასავლეთია და ეხლა ნოვა დაიწყეს ამის დივერსიფიცირება. ესე იგი, სანამ ჩინეთს კიდევ ინტერესი აქვს, რომ თავის ქვეყანაში ნაწარმოები პროდუქტი მაქსიმალურად გაიტანოს, მანამდე ნებისმიერი ალტერნატიული გზა იქნება მომგებიანი. ვინც ამ გზაზე იმყოფება ბუნებრივია საქართველოს გულს. მომგებიანი რა, ისეთ ქვეყნებისთვის როგორც ჩვენ ვართ, ეს უნდა გამოიყენოთ, იმიტომ რომ ჩვენ ასე ვთქვათ სამწუხაროდ დიდი რაოდენობით ბუნებრივი რესურსები არ აღვაჩენია. ისეთი გვაქვს ჩვენ რესურსები, მაგრამ ისეთი რაოდენობით არა, რომ აი ესე ვთქვათ საერთაშორისო ვაჭრობაზე, საერთაშორისო ბაზარზე გამოდით და კლიენტი მოგება ამბობდა და კიდევ გამომდინარე სავაჭრო გზები, ტექნოლოგიური განვითარება, ესე უნდა საჩვენოდ გამოვიყენოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ შეზღუდული ერთად რაღაცა ესე იგი, ანაკლი სპორტი კვლავ აქტუალური იქნება ალბათ ახლოს მომავალში. აუცილებლად. არა მხოლოდ ანაკლი სპორტი, ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ანაკლი სპორტი ერთ-ერთი უნდა იყოს და არა მხოლოდ ერთ-ერთი, როდესაც შავ ზღვაზე გვაქვს ამხელა სანაპიროც არ აქვს, არა სანაპიროც გვაქვს, ვფიქრობ, რომ იქ უნდა იყოს ერთ-ერთი ანაკლი სპორტი, ფოტოსპორტიც უნდა გამოიყენებოდეს, ბათუმის სპორტიც უნდა გამოიყენებოდეს, მაგრამ ერთი დიდი ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად გჭირდება. და მაინტერესებს საუბრის ბოლოსკენ პოლიტიკური ნაწილი, სადაც გეოპოლიტიკურად საქართველოს მონაწილეობს, გვინდა თუ არ გვინდა, იმიტომ რომ გეოგრაფიულად აქ ვდებარებთ. ეხლა ბრიქსის ორგანიზაცია ვიცით რა არის და როგორ ფუნქციონირებს და ეხლა ტრამპმა, ესე ვთქვათ, ეს სიხუთის პროექტი შეთავაზა მსოფლიო თანამეგობრობას, ანუ რაღაც Core 5, როგორც ესე ვთქვათ, თურმე იშიფრება. და იქ ჩემთან გასაკვირად, ყველას გასაკვირად, მეხუთე მონაწილედ არის იაპონია.
აი, როგორ ფიქრობთ, ჯერ ბრიქსის აქტიურობა როგორ შეეხება ჩვენ გეოპოლიტიკურ ზონას და ამის ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება ამის პარალელურად იარსებოს სიხუთმა? ტრამპი რო განიხილავს სიხუთში იაპონიას, უკვე არასერიოზული არ ჩემი აზრით. სიხუთში რო განიხილავს ვის, ვერ გავიგე. იაპონიას. ხო, იმიტომ დავსვი ეგ შეკითხვას. ალბათ ჭირდება მხარდამჭერები, იმიტომ რომ სიხუთში მწუხა, იმიტომ რომ ტრამპ საერთოდ ევროპას, ევროპულ ქვეყნებს დიდად არაფრით არ მიიჩნევს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ევროპელი ქვეყნები ცალკე როგორც სახელმწიფოები დღევანდელ დღეს უკან და უკან მიდიან, მათი ტერიტორია, მათი მოსახლეობა აღარ არის ისეთი გავლენიანი. კოლექტიურადაც კი უჭირთ გავლენის მოხდენა ევროკავშირის, მაგალითად ამერიკის ზურგის გარეშე და ჩვენ ნახეთ, ასე ვთქვათ, მოცუცკული და ჩაცუცკული ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში და ურსულა ფონ დერ ლაინი, მიყვარს ხოლმე ირლანდიელი პოლიტიკის ევროპარლამენტარები, რომ ეძახდნენ ფრაუ გენოციდს, როგორ იყო გატუზული ტრამპთან. ხო, აქედან ეს აჩვენებს, რომ ევროპა საბოლოო ჯამში თვითონ არც არ წარმოადგენს. ორი ქვეყანა, ვისაც გვირთული არ აღიაქვს, ეს არის საფრანგეთი და ბრიტანეთი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეკონომიკური გავლენა, კულტურული გავლენა მათი სუსტდება, მოსახლეობა ძალიან პატარა. მაშინ, როდესაც ყავს ამერიკის შეერთებული შტატები, ყავს ბრაზილია, ყავს ნიგერია, მოსახლეობით და რესურსებით, ყავს უდიდესი ინდოეთი. ინდოეთის გვერდზე პაკისტანი, რომელიც კატასტროფულად დიდია მოსახლეობით. ინდოეთის ერთი შტატი უდრის 1/6 ქვეყანას მოსახლეობით, მაგალითად უტარ-პრადეშის მოსახლეობა 229 მილიონი. ერთ შტატს. და განსხვავებით ამ ყველაფერსთან მიუხედავად, რომ ინდოეთში ძალიან სერიოზული პრობლემები, ძალიან სერიოზული უთანასწორობა არის და ჩინეთის და ინდოეთის შედარება არ შეიძლება, ამიტომ რომ როგორ გითხრათ, ანუ სხვა 21 საუკუნეში, მეორე 19 საუკუნეში, ხო, მაგრამ ინდოეთის კოლონიალიზმი ქონდა, მაგრამ ინდოეთმა აირჩია სხვანაირი განვითარება, ჩინეთს ძალიან დაეხმარა მათ შორის სოციალისტური წყობა და ტექნოლოგიური განვითარება ძალიან მაღალი ქონდა, იმიტომ რომ მოწმოს საბჭოთა კავშირში ძალიან ძლიერი ტექნოლოგიური განვითარება ქონდა სტალინის პერიოდში, იმიტომ რომ ქვეყანა რომელიც იყო ვთქვათ აგრარული ქვეყანა და ერთ-ერთი ჩამორჩენილი ეკონომიკურად, ახლა ტექნოლოგიურად წამყვანი ქვეყანა ევროპის კონტინენტზე. ახლა ძლიერი ჩინეთი და შევადაროთ ინტეგრაციაში ეს არ მოხდა კასტური სისტემები, ზედმეტი რელიგიურობა და ჩინეთის თქმის არ არის. ასემ ძალიან ბევრი ხელშემწყობილი ფაქტორები არის, მაგრამ მაინც ეს IT სფერო ტექნოლოგიები ინდოეთში ამოდის და ჯალავალარ ნევრუს ჩადებული, ჯერ კიდევ 50-იანებში, 60-იანების დასაწყისში ჩადებული ინვესტირება მეცნიერების განვითარებაში ეხმარება ინდოეთს. ინდოეთის საერთო წარმოების ეკონომიკა ძალიან წარმოწმებული. მერე კიდევ გვაქვს ერთი ძალიან ძლიერი ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რომელიც გაცილებით უფრო დიდი არის იაპონიაზე მოსახლეობითაც და უკვე ეკონომიკითაც ეწევა მას, ეს არის ინდონეზია. ფილიპინებიც დიდია, მაგრამ ფილიპინების სუსტი ქვეყანა არაფერს ეხება ინდონეზიას, ვიეტნამი ძალიან ძლიერი ნავალაძლიერი. ქვეყნები, რომლებიც ნავალა მოდიან, თავის დიდ მასშტაბებზე ვიყავით. ახლა არის საუბარი ყოფილ პატარა ქვეყნებზე, რომლებიც დიდებდნენ კოლონიებს. გერმანიელები დარჩა სახელმწიფო რესურსები ნელა თავის გავლენებსაც აძლიერებენ, მიჩვენებს კულტურულ გავლენებს. ეკონომიკურ გავლენებთან ერთად. იაპონიას კიდე სტაგნაცია აქვს 80-იანი წლებიდან, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატები ჩაირია რეიგანის დროს და ასე ვთქვათ გააჩერა შეაფერხა ეკონომიკური განვითარება, რომ არ გადაესწრო იაპონიას ამერიკისთვის და ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ იაპონიის გასაგებია და ბოლოს როგორ ფიქრობთ რევას, აი ამ турბულენტურ სამყაროში საქართველოს რა უნდა მოიმექროს? შესაძლოა ჩვენ არჩევანიც ბევრი არ გვაქვს, სიტუაციას უნდა ავყოთ, მაგრამ მაინც არაფერი რადიკალური. ბატონო? არაფერი რადიკალური. არაფერი რადიკალური. და ეხლა ესეთ მუსიერებს აზრი, რომ ესე ვთქვათ, მიუმხრობლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
ამას ახლა რა ფორმა მიეცემა აკადემიურად ეს მომავლის საქმეა, მაგრამ თქვენ ამას ალბათ იზი არ გაუნდინარ იქიდან რაც თქვენ ახლა ბძანეთ, რომ არაფერი რადიკალური. იცით რა არის? არანაირ დაჯგუფებებში, არანაირ გაერთიანებებში აი ესე ვიყოთ. ან იცით რა არის ბატონო ნიკოლოზ, რომ არც ვართ. ეხლა არანაირ დაჯგუფებებში არ ვართ. მოკავშირე ჩვენ არ ყავს სამხედრო. ხო? პრინციპში ეს მდგომარეობაში ვართ. ჩვენ რო ქონდა სურვილი სადღაც შესვლის, მაგან გამოიწვია ძალიან არასახარბიელო შედეგები მივიღეთ, ალბათ ხვდებით რასაც გულისხმობთ თქვენი მაყურებელი წინაპრები. ამით ჩვენი სწავლე წარე გაკვეთილი და უკრაინაც სერიოზული გაკვეთილია, რაც ჩვენ ხედავთ და რაც ჩვენ 4000 წლიანი ცივილიზაცია ვართ. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ისტორია და რამენერად თავი აქამდე გავიტანეთ და უფრო გონივრულად უნდა მოვიქცეთ და ვფიქრობ, რომ მაინც ჩვენი გამოცდილება, ჩვენი ხალხის და ჩვენი თვითგადარჩენის ასე ვთქვათ სიძნე სძლევს იმ რადიკალიზმს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ უნდა ვიხსოვდეთ იმაზე, რომ დენ ზიაოპინგი რა სწავლობდა რა. მიუხედავად რომ მამამ 4-ჯერ გადაასახლა. ასე ვთქვათ 4-ჯერ გააკულა დენ ზიაოპინგი. ამ ყველაფრის მიუხედავად არასოდეს ერთი ცუდი სიტყვა მის წინამორბედზე არ თქვენს. არასოდეს როდესაც მოვიდა ძალაუფლებაში, მან ადგა და პოლიტიკით დაამტკიცა და შეცვალა შინაარსობრივ. მას ჰქონდა ესეთი დამოკიდებულება, რომ ჩვენეთმა თავი უნდა ჩავხაროთ ოქროვითო, არსად არ უნდა წამოყვათო თავიო და არ უნდა ვიფაქებო და ჩვენი საქმე ვაკეთებთ. ეგ არის ჩვენი თავარი ამოცანა. დღეს ამ ადამიანის ასე ვთქვათ სიტყვები გამართლებული. ხა რა თქმა უნდა მის წინამორბედს მავსაც ამბები ეკეთებია ჩვენს, მაგრამ დენზიოპინგმა ეს ბაზრის გახსნა, რეგულირება ისე რომ მაგალითად არ გადავიდა მთლიან ძალას ეკონომიკას, ამას შედეგი გამოიღო. მე ვიყავდა ზემნინი, მე ვიყავდა ფუჯინტაუ და ახლა ვხედავთ რომ უკვე შიჟინპინის დროს გლობალური ძალა გახდა. ჩვენ ახლა ნამდვილად ვერ გავხდებით გლობალური ძალა, მასშტაბებიდან გამომდინარე ჩვენი საყვარელი სამშობლო ძალიან პატარაა, მაგრამ იმიდან გამომდინარე რომ ჩვენ ცხოვრება გამომჯობესებს, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ხალხის და ისეულად ვიცხოვროთ და აღარ გვიწევდეს რა უცხოეთში წასვლა, რომ მე ვიცი რომ არ არის მარტივი რა. უცხოეთში წასვლა, რაც უნდა კარგი იყოს ამერიკა, რაც უნდა კარგი იყოს გერმანია. მაინც შენი ქვეყანა შენი არის, შენ გაიზარდე, გამოდი შენ ქვეყანაში ხარ, მაინც სხვა შეიძლება გიხარია, მაგრამ ისე რომ მატერიალური პირობები გქონდეს ელემენტარულად ღირსეული ცხოვრების, ამაზე უნდა ვიხსოვდეთ ჩვენ. რა ეს უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკური და სოციალური განვითარება, უნდა იყოს ჩვენი თავარი მიზანი. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი და არა რომელიმე ალიანსში გაწევრიანება. ეს ალიანსები, ეს ეკონომიკური კავშირები სამხედროებით რაღაცა, ამას უნდა მოვარგოთ. და არა ჩვენი ცხოვრება მოვარგოთ ამ კავშირებში გაწევრიანებას. გესმით რას ვამბობ? ის არის თავარი, რომ ჩვენ ვერასოდეს ვერ გავხდებით ვერც სოფლიო ძალა, ვერც რეგიონში დომინანტი ძალა. და ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ჭკვიანურად არავინ არ უნდა გადავიტაროთ, ჩვენ მეზობლებთ ამ ქვეყნის კარგი ურთიერთობა, განსაკუთრებით სომხეთთან და აზერბაიჯანთან, მაინც კავკასიაა. არც თურქეთთან მიუხედავად ჩვენი ძველი ისტორიისა, უნდა შევეცადოთ, რომ რამენაირად ისე მოვიქცეთ, რომ ფლად თავზეც არ დაგვაჭდეს მაგალითად თურქული ეკონომიკა, როგორც ეს თავისუფალი ვაჭრობით მივიღეთ და თურქული პამუძრაბია ყველგან მაგალითად ადგილობრივ წარმოებას ძალიან ძნელად არ მოვაკენა ძელვადიანად, იმიტომ რომ მაშინ ესმის რომ ჭირდებოდა არაულობა იყო ინტეგრირება და ალბათ თურქეთთან შემარგი ძელვადიანად ძალიან ცუდი შედეგი მოიტანდა დამოკიდებული გაქო. და აფხაზეთის და ოსეთის კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია აქედან მოცემულები და სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სოციო-ეკონომიკური პირობები, რომ მათთვის მომხიბლელი გახდეს ჩვენთან ცხოვრება. პირველ რიგში ჩვენთვის უნდა გახდეს მომხიბლელი ჩვენ ქვეყანაში ცხოვრება. ეს ჩვენ რო აღარ წავიდეთ ქვეყნიდან. ჩვენ რო აღარ წავიდეთ ქვეყნიდან, აღარ წავიდეთ, მაგალითად, ჩემი ბავშვობის მეგობრები 99% წასული არ ქვეყნიდან, ჩემი ნაცნობები, ჩემი უნელები, როგორ გითხრათ რა. ყველა წასულები არიან და ძირითადი მიზეზი ის კი არის, რომ მაგალითად ეხლა იქნება არა ჯანდაცვის საკითხი, ეკონომიკის საკითხი, ფინანსური საკითხი, ვალები ეს ძალიან მესმის რა. ეს არის მთავარი მიზეზი. ის უნდა იყოს პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის განვითარების და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ იყოს ხოლმე აი ამ შინაარსზე საუბარი, როგორ გავზარდოთ პენსია. ესეთი მოდელი მომწონს თუ ესეთი მოდელი მომწონს, გესმით?
არ როგორ გავზარდოთ ჩვენი მწყიბრელი უნარიანობა ისე რომ არაფერი არ გაძვირდეს და მაგალითად ჩემი 600 ლარი სიტყვაზე ხელფასი იმიტომ რომ შეიძლება ხელფასები ზარდო, მაგრამ ფასებიც გაიზარდოს და ანუ ღირებულება დაკარგოს ხო ამ შენ ხელფასმა და გავფასობდეს რომ შენ 600 ლარი სიტყვაზე იყოს ყოველთვის სიტყვაზე ვამბობ რა მაგრამ რა თქმა უნდა ეხა გაზრდაგიწევს ინფლაციის კონტროლი ელემენტარულად ის მაინც კონდეს რომ გახვალ და კითხვს რო იყიდი რომ იცი რომ შენი კითხი და იქ მაინც კონსან 300 მაინც შენია კითხი ანუ იცით რა ეგ ძალიან კარგი მაგას ვამბობ რომ მაგალითად სოფლის მეორე ეტაპი არის მაგალითად 300 გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის განვითარება ეგ მაინც შეგვიძლია ჩვენ რაღაცა ძვირფასი ლითონები და რაღაცა კი არის ჭიათურაში და მანგანეცი და რაღაცა გვაქვს მაგრამ ესეც არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ეს თუ გამოილევა მის გარშემო გააშენებული ქალაქი დაიშლება, მაგრამ ეს საჭმელი ხო ყველას უნდა მე ძალიან მიყვარს, და ქართული სოფლა და ძალიან მინდა რომ ჩემი პროდუქტები მქონდეს და ეს გადამამუშავებელი საწარმოები არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ დავიწყებთ ამას, მე შუშის წარმოება დაგვჭირდება, რასაც გავაკეთებთ ხუფების, პროფესიული კადრები, იმიტომ რომ ტექნიკური კადრი აქ დაჭირდება, ტექნიკური ცოდნა ხო, დანადგარების და ასე შემდეგ და ანუ ეხლა ვარ ძალიან მზიმი și am კუთხით უნდა ვიბრძოლოთ. თუმცა ჩვენთან არის მუდმივი ისტორიკა საგარეო პოლიტიკაზე და ნუ არ დაწყნარდა სიტუაცია. გავიწვის ვარ და ბავშვობიდან მახსოვს ისტორიულობა თან სულ საგარეო პოლიტიკაზე. რა მივიღეთ მაგით? აი მაგალითად ეხლა ხო პროტესტები იყო და პროტესტების ძირითადი თემები რა იყო ახლა თქვენ მაგხართ უკეთ იცით ხო რაღაცა ნატო, ევროკავშირი იქ წავიდეთ, აქ წავიდე და ერთი ყოფითი პრობლემა არ დავუყენებიათ მომიტინგეებს. იგივე სოფლის მეურნეობის განვითარება, ან დაბალი ფასები, ან ფარმაცევტი. აი 2 წელია უყურებ აქედან და სულ მიკვის, ნუ სხვა არაფერი ესეთი მნიშვნელოვანი თემა არ არის, იმიტომ რომ ეს გასაგებია ესეც თემაა საგარეო პოლიტიკა, მაგრამ ეხლა სოციალური თემა როგორ არ უნდა იყოს წამოწეული, ხო? სამწუხაროდ არა. და ჩემთვის მაგალითად მისასალმებელიც რა იქნებოდა რევაზ რომ აი სოფლის მეურნეობა იმ დონემდე მაინც ავიდეს რომ თვითკმარი იყოს როგორც ახლა თქვენ ბძანეთ რა რომ ქართულ ოჯახში ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტი იყოს რა და როცა მე ბოსტნეულობა და ხილის წარმოება დამზადებაზე გადავა ნუ როგორც ასევე თქვენ ბძანეთ შუშის და ხუფების წარმოებას და ნუ ესეა რა ერთი მეორეს იწვევს მეორე მესამეს და ასე ვითარდება მაგრამ ну თავი და თავი ალბათ ის არის რომ რაც შეიძლება დიდხანს მშვიდობა შევინარჩუნოთ და შემდეგ ალბათ მიგვაბოთ მე ეკონომიკა ალბათ მშვიდობა და სტაბილურობა მშვიდობის და სტაბილურობის გარეშე მუდმივი წევები იქნება და მუდმივი ეს ისტორიულობა რომელიც შემთხვევაში გარედან მართული არის მოდიდაბეში და ეგ არის ყველაზე უბედურება თქო გარედან არის მართული და ამას უფრო გონებული მოდგომა ჭირდება ნაჩვენებისგანაც და უნდა იყოს პოლიტიკური პარტიების თვითონ მესმის პოლიტიკური პარტია პირდაპირ შექმნილი არის საგარეო ინტერესების გატარებისთვის, მაგრამ პრობლემა ისაა ჩვენ არ გვაქვს შინაარსიანი პოზიცია მასზე. არის ისტორიული პოზიცია. ზუსტად. შინაარსიანი პოზიცია მჭირდება იმ ქვეყანაში, რომ იცით რა ის მე თავრობასაც ინიციატივა იკარგება, როდესაც ნაკლები კონკურენცია არის მუსიკალური ბაზრის ეკონომიკის ქვეყანაში. და უფრო ნაკლები შემოთავაზებით იგებს უბრალოდ იმით რომ მშვიდობა ქვეყანაში ესეც საკმარისი იმიტომ რომ ისეთ ტურბულენტურობაში ვართ რომ სიგიჟეში არ გადავარდეთ და ეს არ ეხმარება ამ სიტუაციას გესმით იმიტომ რომ მაინც სულად ხდება ის ხალხი მაგრამ გავლენები ამ მოწყობილ ხალხზე მოქმედებს სხვა მიზნებს და ეს საკითხები და რამე დავაგდეს ამ საკითხებთან დავიწყოთ მუშაობა. ის რომ გადაიტანებთ რაღაც რეგულირების კუთხით ის დადებითი არის, მაგრამ ამას მოყავს ის პროცესიც უბრალოდ მე და თქვენ რაც წარმოებების წახალისება, რაც სექტორებზე გახედვა რა არის პრიორიტეტი, რა არის პრიორიტეტი, რამე შეხედების ჰაითმით ფაქტიც არა პროტექციონიზმით დამდგეთ არ განვითარებული. მე ხერხი ამის ლეგენდები ისტორიას ნახავთ ნახავთ როგორ გონივრულად მოხდა მისი ეკონომიკის განვითარება 80-იან წლებამდე. 80-იან წლებამდე ნაციონალიზაცია იწყება, გადამხდება წარმოების მაგალითად სხვაგან, რასაც ტრამპით განადგურეს ეწინააღმდეგება. სხვათვის ეს გამოცხადდა 80-იან
რაც ახლა ტრამპი ცდილობდა შეიტყელებინა არ გამოვიდა. გადაგმენებული. ხო. ეს ჩვენ უნდა შვიდად არ წამოვყოთ თავი და არ შევარდეთ იმ კონფლიქტებში, სადაც არაფერი არ გვესახება ჩვენ. მათ შორის სამეზობლოშიც. და უყურებდეთ ჩვენს ინტერესებს წყნარად და მშვიდად და სადაც საჭირო ჩვენი პოზიციები დავაფიქსიროთ წყნარად, მშვიდად და დიპლომატიურად. მეტი ჩვენი ძალა არ გვაქვს. ჩვენ ნახეთ, რომ ძალა არ მარცხნავს საბოლოო ჯამში ეს იქნება რუსეთის კუთხით, ეს იქნება ამერიკის კუთხით, როგორც წერიან ახლა მაგალითად ვენესუელაში. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, საერთაშორისო სამართალი არ არსებობს. მithumetes დიდი ქვეყნები. ჩვენები ქვეყნებიც პატარა ქვეყნები. აქედან გამომდინარე, ჩვენს უნდა ყველანაირად ვიყოთ იმის მომხრე, რომ ეს საერთაშორისო ნორმები არ იქნას მასიურად დაავადებული და ჩვენ წინააღმდეგ მოხდეს და ჩვენი პატარა ქვეყნების წინააღმდეგ. ამის დამოკიდება. ზუსტად. რევას, ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო ინტერვიუისთვის, ესე ვთქვათ. ცენტრალური ნიუსი ის არის, რაც ერთიც დავიწყეთ ეს საუბარი, მაგრამ ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანი არის ზუსტად რეგიონალური პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა, რაზეც საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრეთ, საფუძვლიანად, რაც თავარია და ეს პერსპექტივები, რაც უნდა, საიდანაც უნდა ვისწრაფობდეთ, ზუსტად სწორი აქცენტები იქნა დასმული თქვენს მხრიდან. დიდი მადლობა ამ საუბრისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა ახალ წელს და ყოველს დაესწარეთ და მომავალ შეხვედრამდე ტრადიციულად. ძალიან დიდი მადლობა, გაიხარეთ, მეც გილოცავ თქვენმა ყველასაც ულოცავ, დაგშობას და უკვე მოსულ ახალ წელს ბედნიერად და ვისურვებდი, რომ გვენახოს ჩვენი ქვეყნის წარმატება, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და დაგხვდება ჩვენ ქვეყანაში გამოკლედ. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევს ძალიან სასიამოვნო. დიდი მადლობა. მადლობა.